სასამართლოს ხელით დაწყებული პოლიტიკური რეპრესიების პარალელურად კი ერთპარტიული პარლამენტის სასამართლო პროცესების საჯაროობას ზღუდავს. არალეგიტიმური პარლამენტის ბიურო მიურდიულ საკითხთა კომიტეტს განსახილველად გადაუგზავნა საკანონმდებლო ინიციატივა, რომლითაც ცისხლის სამართლის საქმეების განხილვის დროს ფოტო და ვიდეო გადაღების აკრძალვა იგეგმება. წინადადების ავტორია მოქალაქე ვინმე ავთანდილ კახნიაშვილი, რომელიც ქართული ოცნების პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს წერს, რომ სასამართლოს ხდომების გაშუქების დროს ხდება სამართალდამცავი ორგანოების დისკრედიტაცია. მაგალითად კი მოყავს სწორედ პოლიტიკური მართლმსაჯულების პროცესები, მათ შორის საპროტესტო აქციებზე დაკავებულების საქმეც, სადაც მოქალაქე ავთანდილ კახნიაშვილის შეფასებით ბრალდებულებმა აბუჩა დაიგდეს მოსამართლეც და პროკურორებიც. თამარ დემეტრაშვილი ესაუბრა იურისტებს და ადვოკატებს და სწორედ ის გვიერთდება ახლა ამ ამბის დეტალებით პირდაპირ ეთერში. ქართულ ოცნებას როგორც ჩანს დისკომფორტს უქმნის ის, რაც სასამართლოს დარბაზებში ხდება, ამიტომ მარტივი გამოსავალი მოძებნეს აიკრძალოს ცისხლის სამართლის საქმეებზე ფოტო და ვიდეო გადაღება, ასევე მობილური ტელეფონებისა და სხვა ჩამწერი მოწყობილობების შეტანაც ხდომათა დარბაზში. საკანონმდებლო ინიციატივა თავად ოცნებას არ წარმოუდგენია. პროექტი სასამართლოს დარბაზებში შექმნილი მდგომარეობით ბრჭყალებში აღშფოთებულმა მოქალაქემ ვინმე ავთანდილ კახნიაშვილმა მოამზადა. დასაბუთებას, რომ პოლიტიკური მოტივი აქვს და მის უკან ქართული ოცნება ჩანს, მისი შინაარსიდან იკვეთება მოქალაქე კახნიაშვილს, მაგალითებად მიხეილ სააკაშვილისა და მამუკა ხაზარაძე ჯაფარიძის პროცესები მოყავს, სადაც მისი აზრით პოლიტიკური განცხადებები გაკეთდა და ამით მათ ადამიანებზე ზემოქმედება მოახდინეს. საბოლოო გადაწყვეტილება კი კახნიაშვილმა მას შემდეგ მიიღო, რაც აქციებზე დაკავებული 11 აქტივისტის პროცესი ნახა. მოქალაქე შეწუხებულია იმით, რომ ტელეტრანსლაცია ძალოვანებს ჩრდილს აყენებს. აშკარად ხდება სამართალდამცავი ორგანოების დისკრედიტაცია. 11-მა ბრალდებულმა ფაქტობრივად აბუჩა დაიგდო მოსამართლეც და პროკურორებიც. თავი ვალდებულად ჩავთვალე პარლამენტისთვის რეაგირებისთვის მიმემართა. მით უმეტეს, რომ ქვეყანაში საზოგადოებრივი პოლიტიკური ვითარება არსებითად არის შეცვლილი. იურისტები აცხადებენ, რომ თუ ოცნება ამ ინიციატივას გაიზიარებს და კანონად აქცევს, ეს იქნება მჯავრდებულების უფლებების შეზღუდვა და ზოგადად წინააღმდეგობაში მოვა ადამიანის უფლებებთან. მათაც ეჭვი აქვთ, რომ ინიციატივის უკან სწორედ ქართული ოცნება დგას და რომ ამ ხერხით პარტია ცდილობს კიდევ უფრო ჩაკეტოს სასამართლო სისტემა და თავიდან აიცილოს უხერხულობები, რაც პროცესებზე მაგალითად ცრუ მოწმე პოლიციელების დაკითხვისას იქმნება და ამას ყველაფერს საზოგადოება ხედავს. როდესაც ერთი მედიაც კი არ იქნება პროცესზე წარმოდგენილი და ვერ გააშუქებს, ვერ გადაიღებს ფოტოს, ვერ გააშუქებს ვიდეოს სახით პროცესზე მიმდინარე მოვლენებს. ფაქტობრივად იმ ბიჭების საქმე, რომელთა მიმართაც დაწყებულია მტკიცებულებების გარეშე სისხლის სამართლებრივი დევნა, წარმოუდგენელ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან, ვინაიდან მათი სიტყვა ვერ იქნება მოსმენილი იმ საზოგადოების მხრიდან, რომლებიც ფაქტობრივად თითოეულ სიტყვას ელიან უკანონოდ დაკავებულ პირთა მიერ. ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება თვითონ სისხლის სამართლის პროცესის საჯაროებას, რაც ფუნდამენტურ პრინციპს უშლის საფუძველს სამართლიან სასამართლოს უფლებას, რომლის მიღების უფლებაც ყველა ბრალდებულს აქვს. რა თქმა უნდა, ისეთ საქმეებზე, რომელზეც მაღალია საზოგადოებრივი ინტერესი, უფრო მეტი მოთხოვნა არსებობს იმისა, რომ საზოგადოებამ მიადევნოს თვალი სხვადასხვა ფორმით და რა თქმა უნდა ეს სახელმწიფოს წარმომადგენლები, რომლებიც გამოდიან ამ პროცესზე, შეუძლებელია ჩვენ ვისაუბროთ მათ დისკრედიტაციაზე, იმიტომ რომ ისინი ბუნებრივია საუბრობენ იმ პოზიციებზე, ხო, რომელიც გათვალისწინებული არის რეგულაციებით და რა თქმა უნდა შეუძლებელია რომ ჩვენ გავამართლოთ ასეთი საქმეების დახურვა, პროცესების დახურვა სხვადასხვა სახელმწიფო და დაწესებულების წარმომადგენელთა დისკრედიტაციის მოტივით. ნებისმიერი კანონპროექტი, რომელიც შემდგომ კანონად იქცევა, შეზღუდავს მათ შორის ჩემი და ქვეშყოფი პირის ან სხვა ნებისმიერი პირის სხდომის საჯაროების პრინციპს, ეს წინააღმდეგობაში მოვა თავისთავად სამართლიანი სასამართლოს განხილვის უფლებასა, რაც რა თქმა უნდა დაარღვევს კონვენციის მე-6 მუხლს. პარლამენტის ბიურომ უკვე ოფიციალურად დაავალა იურიდიულ კომიტეტს განიხილოს მოქალაქე კახნიაშვილის წინადადება და შემდგომ მოახსენოს ბიუროს. და აქვე მაყურებელს შევახსენებთ, რომ ეს აკრძალვა, რომელიც თავის დროზე ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს მოქმედებდა, ქართულმა ოცნებამ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე შეცვალა. მაშინ ოცნება ამაყობდა, რომ დემოკრატიული გადაწყვეტილება მიიღო და რომ ამით საკუთარ გამჭვირვალობას და ღიაობას უსვამდა ხაზს.